ვნახოთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-15 თავის მე-16 მუხლი. ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელ მსახური, რათა წარმართთა შესაწირავი იყოს სასურველი და სულიწმიდის მიერ განწმენდილი. ამიტომ შემიძლია ვიამაყო ქრისტე იესოში ღვთის წინაშე. რადგან ისეთი რამის ლაპარაკს ვერ გაუბედავ, რაც ქრისტეს არ გაეკეთებინოს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით, ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით. ისე რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილირიკამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება. ვისი სახარებაა ეს? აქ წერია, სრულად ვაუწყე ქრისტეს სახარება. ეს არის სახარება, რომელიც ქრისტემ მოიტანა ამ ქვეყნად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სახარება ახალი აღთქმის უწყებაა. ჩვენ უნდა ვიქადაგოთ ეს ახალი აღთქმა სამარიასა და ქვეყნის კიდემდე. რადგან ღმერთმა ბიბლიის წინასწარმეტყველებებში განსაზღვრა, თუ რა მასშტაბით უნდა იქადაგებოდეს ახალი აღთქმა, რა მასშტაბი დაადგინა ღმერთმა სახარების ქადაგებისთვის, ყველა ერს სამარიასა და ქვეყნის კიდემდე. ეს სახარება უეჭველად ყველა ერს ეკადაგება. ამ მუხლის წაკითხვისას ყოველთვის ძალით ვივსები. ღმერთმა მთელ მსოფლიოში მრავალი სიონი დააფუძნა. მსოფლიო ევანგელიზაცია სრულდება არა მრავალი სიონის გამო, არამედ წინასწარმეტყველებების წყალობით. ეს არ არის დამოკიდებული მრევლის ან ეკლესიების რაოდენობაზე. ღმერთმა უკვე განსაზღვრა, დაგეგმა და განიზრახა ამ საქმის შესრულება. ამიტომ ის ახლა ქადაგებს სახარებას მსოფლიოს ყველა ერს. ჩვენთვის დიდი სარგებელი და მადლია, რომ ამ საქმეში მონაწილეობა შეგვიძლია. თუმცა ისინი, ვინც ვერ აცნობიერებენ სახარების ფასს, არ იღებენ მას. ვნახოთ რომაელთა მე-10 თავის მე-14 მუხლი. მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვისიც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვისაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ ქადაგებლის გარეშე? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია, რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი. მაგრამ ყველა მროდი ისმინა სახარება. აქ წერია, რომ ყველა ისრაელელმა არ მიიღო სასიხარულო ცნობა. მაშინ, რომელი ჭეშმარიტება არ მიიღეს მათ არ მიიღეს ახალი აღთქმის ჭეშმარიტება. ისინი ნამდვილად უგუნურები არიან. ახალი აღთქმისთვის რომ დაეჯერებინათ, მადლიან შედეგს მიიღებდნენ. როდესაც ღვთის სასუფეველში შევდივართ, ღვთის შვილები ხვდებით და ცათა სასუფეველს ვიმკვიდრებთ. ყველა ის სიკეთე, რომლითაც ამ დედამიწაზე არასდროს გვისარგებლია, ზეცაში იქნება. ცათა სასუფევლის კურთხევა წამიერად არ გვეძლევა, რომ მალევე წაგვერთვას, არამედ ის სამუდამოდ ჩვენი იქნება. ამიტომ, როდესაც ღვთის სწავლებებს სულიერი თვალით ვუმზერთ, სრულად შეგვიძლია გავიგოთ, თუ რატომ უნდა გვწამდეს ღმერთი. მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით. მაგრამ რა დაემართებათ მათ, ვინც ამას არ მიიღებს? ვნახოთ, რა მოხდება მერე 2 თესალონიკელთა წერილის პირველ თავში. ვნახოთ 2 თესალონიკელთა პირველი თავის მე-7 მუხლი. თქვენ კი შეჭირვებულებს შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებითურთ. განა ეს უკანასკნელ სამსჯავროს არ ეხება. ეს მოხდება, როდესაც ღმერთი მოვა სამყაროს განსასჯელად. მუხლი 8. და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას. ისინი, ვინც სახარებას არ ემორჩილებიან, დაისჯებიან. სხვა სიტყვებით, რის დაუცველობის გამო დაისჯებიან ისინი. პასექიდან დაწყებული ახალი აღთქმის ყველა წესი იგულისხმება. რა დაემართებათ მათ, ვინც არ დაიცავს ახალ აღთქმას? ისინი დაისჯებიან, როდესაც ღმერთი მოვა სამყაროს განსასჯელად. დასჯა, მარტივად რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთში მოხვედრას ნიშნავს. განა ასე არ არის. ისინი, ვინც არ მიიღებენ ახალ აღთქმას, დიდად დაიტანჯებიან, ხოლო ვინც მიიღებს, აღთქმის თანაზიარი გახდება. ღვთის შვილი და ღვთის მარადიული კურთხევის მონაწილე. ღმერთი ამ ფაქტს ძალიან ნათლად გვამცნობს,
სწორედ ამიტომ არის სახარება სასიხარულო უწყება. თუ ამ სასიხარულო უწყებას არ მივიღებთ, დიდად ვინანებთ. მაგრამ თუ მივიღებთ და დავემორჩილებით, მაშინ ეს ჩვენთვის უდიდესი უწყება იქნება. ღმერთი მოვიდა ამ დედამიწაზე კაცობრიობის გადასარჩენად და ხსნის უწყებას ქადაგებს ყოველი ადამიანისთვის. ამიტომ, როდესაც სახარებას ვქადაგებთ, არ უნდა ვიფიქროთ. მოისმენს ეს ადამიანი თუ არა, არამედ თავდაჯერებულად უნდა ვიქადაგოთ. ქადაგება არ ნიშნავს ბიბლიის მრავალი მუხლის ცოდნას. უბრალოდ თამამად იქადაგეთ ღმერთი ახალი აღთქმის მეშვეობით იხსნის კაცობრიობას, რომელიც სიკვდილისთვისაა განწირული. დავემორჩილოთ მის სიტყვას და დავიცვათ პასექი. ხალხო, რთულია ეს. სულაც არ არის რთული. ვიქადაგოთ სიტყვა რწმენით და ვიფიქროთ, ეს მართლაც სასიხარულო უწყებაა. ყველა მიიღებს მას, თუ ვიქადაგებთ. ვუქადაგოთ მთელ მსოფლიოს, როდესაც ღმერთი მოვა ამ დედამიწაზე უკანასკნელი ამსჯავროსთვის, ისინი, ვინც არ ემორჩილებიან ღვთის სახარებას, დაისჯებიან. განა დასჯა ჯოჯოხეთში მოხვედრას არ ნიშნავს. თუმცა განა ღმერთი არ ამბობს, რომ სახარების მიმღებნი ღვთის შვილები და მემკვიდრეები გახდებიან და ღვთის მარადილ აღთქმას ეზიარებიან. ასევე უნდა ვიქადაგოთ სასიხარულო უწყება სიტყვებით, რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ სახარება. ქვეყნიერებაში სიკვდილის ამბებია მთავარი სიახლე, ჩვენთვის კი ხსნის უწყება. ღმერთი დღეს ბიბლიის მეშვეობით ნათლად გვამცნობს ამას. ამიტომ ჩვენ ვერ ვიქადაგებთ სახარებას, თუ ეს გვიჭირს და ვფიქრობთ. ეს ყველაფერი უნდა დავიმახსოვრო, რათა თავისუფლად ვიქადაგო. სახარება რთულად არ არის შედგენილი, არა. ყოველივე შემიძლია ჩემს განმამტკიცებელში. მე სუსტი და უძლური ვარ, ამიტომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მაგრამ ღმერთმა აღმადგინა და გამაძლიერა. რათა ყველაფერი შევძლო მისი მეშვეობით, ვინც მაძლევს ძალას. გქონდეს ასეთი რწმენა და ნუ ვიდარდებთ. ვის უნდა მივანდოთ მთელი ჩვენი საზრუნავი? დაწერილია, ყოველი თქვენი საზრუნავი მას მიანდეთ. მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მთელი ჩვენი საზრუნავი ღმერთს მივანდოთ. მადლობა შევწიროთ მამა ღმერთს და დედა ღმერთს, რომლებმაც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებით დაბეჭდის საშუალება მოგცეს. და გულმოდგინედ ვუქადაგოთ ეს სასიხარულო ცნობა ყველას, ნაცვლად იმისა, რომ ჩუმად ვიყოთ და ჩვენთვის შევინახოთ. დიდი მადლობა.